ბავშვებო, გთხოვთ, დამიჯერეთ, ეს არ არის სიმართლე. ბავშვებო, მართლა არ გჯერათ ჩემი, სერიოზულად? ჯიჯი, ნასტია, ჯული. მიდით ბავშვებო, ჩქარა დრო არ გვაქვს. ესე იგი სუსტი გვყავს ბანდაში. არ ვარ სუსტი, უბრალოდ თაბაშირი მაქვს. მუშტები ისევ კარგად მუშაობს. შენი მუშტები მუშაობენ, მაგრამ შენი ფეხები არა. კარგით ბავშვებო, ვის უნდა აბა მისი გაგდება ბანდიდან, ხმა მიეცით. მაგრამ იანა ის ხომ შენი შეყვარებულია, სერიოზულად გააკეთე? იანა ერთ თვეში მისი ფეხი კარგად იქნება. იანა არ ვარ სუსტი, უბრალოდ ფეხი თაბაშირში მაქვს. ქვასავითაა. გინა გაჩვენო როგორ ვურტყავ. იანა არ გააგდო, მე მხოლოდ 4-ნი დავრჩებით. ხო, და მე-9-ში უფრო მეტი ბავშვი. არ მესმის, ბანდის მთავარი წევრს გააგდებ? არ მესმის, მზად ხართ ბანდის ლიდერის წინააღმდეგ წახვიდეთ? კარგი რა, იანა, გეყოფათ, ბანდის ლიდერი. ხო, სხვათა შორის ყველა ერთნაირები ვართ. რა, ფიქრობ რომ ყველა ერთნაირები ვართ? კარგი, არტემ, ბანდიდან გაგდებული ხარ, კარგად. იანა, ბანდიდან არ გამაგდო. იცოდე, დაგიმტკიცებ რომ ძლიერი ვარ. მე შენ მიყვარ ხარ. მისვინე არტემ, არავინ არ მჭირდება დამტროული ფეხებით. იანა, შანსი მომეცი დაგემტკიცო რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც მთხოვ. იმედს არ გაგიცხრუებ. მართლა იანა, შანსი მიეცი, უკეთესი გახდება. ხო, იანა, ძალიან სულად ექცევი არტემს, მე მის გამო უწუხვარ. ხო, იანა, ვეთანხმები მათ, თუ გააგდებ მეც წავალ. აჰ, რა, ლეილა არ მესმის? მასთან ერთად წახვალ? არა, იანა, არსადაც არ მივდივარ. მარიუსა, შენ ვინ გეცოდება? არავინ? პატრიკ, რას გახარ აქ? ეს ჩემი ბრალი არ არის, შენ თვითონ მოაგვარ. კარგი, მე მესმის, ნახვამდის. გაჩერდი, ჯერ არ მიბრძანებია რომ ოთახი დაგეტოვებინა. მოკლედ, შენთვის ერთი მისია მაქვს. მაგარია, არტომ ერჩება. რა იყო იანა, უფრო მალე მითხარი, უნდა წავიდე. კარგი, იცოდე, ამ მისიას თუ შეასრულებ, შეგიძლია ბანდაში დარჩე და თუ არა დატოვებ აქაურობას. იანა, მიდი და თქვი რა არის მისია, რომ გააკეთოს. ხო, და დარჩეს ჩვენ ბანდაში. იანა, რაც გინდა ის თქვი, მე გავაკეთებ. დაჯექი, თორემ გადავარდები მაგ მოტეხილი ფეხით. მოკლედ ბავშვებო, მინდა რომ დიანა ამ სკოლიდან სამუდამოდ წავიდეს და ყველა მისი მეგობარი ჩვენს ბანდას შეუერთდეს. იანა, ისევ დიანაზე? პატრიკ, მოკეტე. არტემ, მოკლედ დღეს მოგიწევს რომ დიანას აკოცო და მე სურათს გადავუღებ ამ ყველაფერს. მაგრამ იანა, რატომ? ლეილა, იმიტომ რომ თელმა სკოლამ გაიგოს დიანა მართლა ვინ არის. ის დიმას ხვდება, მაგრამ არტემს კოცნის ცუდი ბანდიდან. იანა, სრულიად გაგიჯდი, ის არტემს არ აკოცებს. იანა, არ მინდა რომ მას ვაკოცო, მე შენ მიყვარ ხარ. კარგი, მისმინე საყვარელო. შენ დიანას აკოცე უეცრად და მე სურათს გადავიღებ. შემდეგ ყველას გავუგზავნით WhatsApp-ზე. იანა, ეს ძალიან ცუდია. არტემი უეცრად დიანას აკოცებს და შენ სურათს გადავიღებ. და გამოდის რომ ჩვენ ვიტყუებით დიანას და არტემის კოცნაზე. არ ვიტყუებით, უბრალოდ სურათს გავაგზავნით და ყველაფერს მიხვდება. იანა, სად უნდა ვაკოცო დიანას, ლოყაზე თუ ტუჩებზე? არტომ, რანაირი კითხვაა, ტუჩებზე რა თქმა უნდა. მიდი, იცოდე, უცბად გააკეთე, მოვა დიანა მალე. კარგი, ვიზამ. ტელეფონები მზად გაქვთ? კი, წავედით. კარგით გოგოებო, ჩემთან ერთად შოპინგზე ვინ მოდის კვირას? მე. ძალიან კარგი, გამოსაშვებისთვის ძალიან ლამაზი კაბა ვიპოვე. უბრალოდ ვაუ! იცით მე როგორი კაბა მინდა? როგორი? რამე ლურჯი და გრძელი, როგორც დედოფალს. მაგარია და შენ? მე მინდა ბრილიანტებით გაწყობილი კაბა და ნაცრისფერი უნდა იყოს, ძალიან ლამაზი. მაგარია და შენ, ჯული? მე მინდა კორსეტი აქ და შემდეგ ფუმფულა კაბა. ვაუ, ძალიან მაგარია. მისმინე, დიმა, გადაწყვეტილი გაქვს გამოსაშვებზე ვისთან ერთად წახვალ. დიანა, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ ავირჩიე, შენ? კარგი, წამოდით, კლასში წავიდეთ. წავედით. არტემ, გესმის, ხო რაც უნდა გააკეთო? აჰა. დიანა მოდის. დიანა, რას ფიქრობ გამოსაშვებზე რა ფერის კოსტუმი ჩავიცო? დიმა, მისმინე, მე თუ ვარდისფერ კაბას ჩავიცო, მაშინ ლურჯი ძალიან მოუხდება. ხო, მაგარია. დიმა, სხვათა შორის ვინმე ბიჭებს ხო არ იცნობ, ვინც ჩვენთან ერთად გამოსაშვებზე წავლენ. ჯული და კოსტას რა ჭირს? ზუსტად. მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა, არტომ. გამარჯობა და არტემ, შენს ფეხს რა დაემართა? ხო, მე თითი მოვიტეხე და ამის გამო ცუდი ბანდიდან გამომაგდეს და ახლა კლასშიც ვეღარ შევდივარ. ხო, ცუდ ბანდაში ეს ხშირად ხდება. ხო, სულ ჩხუბობენ და ჩხუბობენ. ვაიმე, გაოგნებული ვარ, თავიანთი გუნდელი გამოაგდეს. ვაიმე, დიმა, შეგვიძლია არტემს კლასში მისვლაში დავეხმაროთ? არა, მე არა, საპირფარეშოში მინდა გასვლა. გოგოებო, თქვენ არ დამეხმარებით? არა, დიანა. ცუდმა ბანდამ ძალიან ბევრი ცუდი რაღაც გაგვიკეთა. არა, არ გვინდა მათთან შეხება გქონდეს, ჩვენ გაკვეთილი ვისწავლეთ. აბა, არტემ, დადექი მის პირდაპირ.
ტელეფონი მზად არის. აქ კოცნა იქნება. მისმინე პატრიკ, გაჩერდი. კოცნა, ეს უბრალოდ საქმისთვისა ის ხომ ჩემი შეყვარებულია. ღმერთო არტემ, ხედავ რა ცუდია ცუდბანდაში ყოფნა, არავინ არ დაგეხმარება. დიანა, ვიცი რომ ყველაზე კეთილი ხარ. რა, ძალიან გტკივა? ხო, საერთოდ ვერ შევდივარ კლასში. კარგი არტემ, დაგეხმარები. აჰა, ეხლა უყურეთ. არტემ, რას აკეთებ? გკოცნი. მიდი თუცბად გადაიღეთ სურათი. არტემ, სულ გაგიჟდი? გასაგებია, ცუდი ბანდიდან ხარ. და კლასში მისთვის დახმარება. ოჩაღარტემ, ისევ ხარ ჩვენ ბანდაში. ოჩაღარტემ. კარგად შესრულებული საკმარისი არ არის იანა. არა არტემ, მოგვიანებით. იანა, აკოცნა. ხო, მე გავაკეთე. ურა, ჩვენ ისევ ბანდა ვარ. კარგი, საკმარისია, მოდი სურათი გავაგზავნოთ. და დავაწეროთ. დიანას არტემი უყვარს ცუდი ბანდიდან. დიანა ძალიან ცუდად იქცევა. მას დიმა უყვარს, მაგრამ არტემს ხვდება. აი, ნახეთ სურათი. აი, დიანა, დიმას ხვდება და არტემს კოცნის. ეს არ არის ჩემთვის. პატრიკ, რას აკეთებ? გააგზავნე ფოტო მალე. რანაირად შევიდე? პატრიკ, თქვი რომ დიმა ბატკანია. იანა, დიმა ცხვარი რატოა? რქების გამო. კარგით, ბავშვებო, 118 გვერდზე გადაშალეთ. ნასტია, წაიკითხე. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? კარგი ნასტია ყოჩახ, შემდეგი ჯიჯი წაიკითხავს. ჯიჯი, რა ცუდად კითხულობ, მალე დამეძინება. დღეისთვის მორჩა ბავშვებო, გთხოვ ჩემდგი გაკვეთილისთვის უკეთესად მოემზადეთ. ნახვამდის. ნასტია, ეს ნახე? ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. მეგობრებო, გამარჯობა ყველას, მასწავლებელმა ხო არ მიკითხა. ისე თარიღი აირჩიეთ უკვე, დიანასთან ერთად მივდივარ გამოსაშვებზე. დიმა, შენს ტელეფონზე შეტყობინება არ მიიღე? მესიჯი, რამე გამომიგზავნეთ? მოიცა ვნახავ. ჩემი ტელეფონი დამჯდარია და აიფონის დამტენი გააქვთ? დიმა, მართლა, შენ გამოვწუხვარ. მომისმინე ნასტია, დამშვიდდი. და რა უქნათ, გავჩუმდეთ? არა, ბავშვებო, ეს უკვე ზედმეტია. მეგობრებო, რა დაგემართათ? გააქვთ აიფონის დამტენი? ბავშვებო, ახლა რაღაცას გეტყვის, რაც მოხდა. გული კინაღამ გამისკდა. დიანა, არაფრის თქმა არ არის საჭირო. ხო, უკვე ყველაფერი ვიცით. ხო, დიანა, შენგან ამას არ ველოდით. ბავშვებო, კარგად ხართ? ეს ყველაფერი ხომ ცუდი ბანდის ბრალია. მეგობრებო, რა გჭირთ? დღეს რანაირად იქცევით? აქვს საერთოდ ვინმეს აიფონის დამტენი? ანუ მეგობრებო, ვაჩვენოთ დიმას. ამას შეხედე. ესე იგი, ამიტომ მიმატოვე, რომ არტემს დახმარებოდი. დიანა, შენ ძალიან ცუდი გოგო ხარ. ბავშვებო, მოიცადეთ, ყველაფერს აგიხსნით. მოკლედ, არტემმა მე-10-ჯიდან ფეხი მოიტეხა და მთხოვა კლასამდე მიმეცილებინა. დიანა, საერთოდ გახსოვს ერთად რომ ვიყავით? ხო, და ჩვენც იქ ვიყავით. მაგრამ ჩვენ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ არ დავხმარებოდით. მაგრამ მარტო შენ დარჩი დასახმარებლად, არ ფიქრობ, რომ უცნაურია? ბავშვებო, მოიცადეთ, აგიხსნით თქო. მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ მერე კოცნა დამიწყო, ამიტომ ხელი ვკარი. და სხვათა შორის, არც კი მესმის, ვინ გადაიღო ეს ფოტო? დიანა, ამას არ მოველოდი. გამოსაშვებზე არტემთან ერთად უნდა წახვიდე. იცი რა, დიანა, ამ ბოლო დროს არ მესმის შენი. ფიქრობ, რომ რადგან ბლოგერი ხარ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია? ხო, შენ ფიქრობ, რომ დედოფალი ხარ? დიდი ხნის წინ გითხარით, რომ დიანა არტემს უცნაურად უყურებდა. ხო, დიმა, დიანასთან ცუდი ბედი ყოფილა. ბავშვებო, ჩემი მართლა არ გჯერათ? ეს ვიღაცამ დაგეგმა. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ არ ვაკოცებდი. ბავშვებო, გთხოვთ, ეს სიმართლე არ არის. ბავშვებო, სერიოზულად არ გჯერათ? ჯიჯი,
ნასტია, ჯული. წარმომიდგენია ახლა კლასში რა არეულობა აქვთ, ხო, დიანა შოკში იქნება. ვაიმე, როგორ შეეძლო დიანას ამის გაკეთება? საერთოდ არ მესმის, არ არის ეს ნორმალური, ამას დიანა არ გააკეთებდა. არტო, მე სანეირად გამიკეთე, ხომ იცოდი რომ დიანას ხვდებოდი. მე შენი დიანა რაში მჭირდება, დახმარება ვთხოვე და მან კოცნა დამიწყო. ხო, გაოცებულები დავრჩით. ხო, და როგორც კი დავინახეთ, სურათი გადავიღეთ და ყველას გავუგზავნით, რომ ყველა მიცოდეს ვინ არის დიანა. ხო, სკოლის მერე დიანას დაველაპარაკები, ალბათ დაავიწყდა, რომ არტემი ჩემი შეყვარებულია. გოგოებო, გესმით, მან დაუწყო არტემს კოცნა. ხო, და ჩვენ გვატყუებდა. ხო, მიზეზებს იგონებდა. ამის შემდეგ დიანას საერთოდ აღარ დაუჯერებ. მეგობრებო, იცოდეთ დიანასკენ არც კი გაიხედო. ხო, სწორია დიმა. ნება მიეცი მარტო წავიდეს გამოსაშვებზე. რა თქმა უნდა მარტო წავა. მთელმა სკოლამ ნახა ეს ფოტო და არავის აღარ მოუნდება მასთან ერთად წასვლა. მე გამოსაშვებზე იანასთან ერთად მივდივარ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ფეხი გამოისწორე. შენს ოცნებებში. შენს ოცნებებში. და მე მარუსა წამოდი ჩემთან ერთად გამოსაშვებზე. დიმა, რა თქმა უნდა, წამოვალ, ვარდს მიყიდი? რა თქმა უნდა მარუსა, ვიყიდი. აბა ბავშვებო, კაფეტერიაში წავიდეთ? წავედით. კარგი მარუსა, დამეწიე. აქ ვარ დიმა. ბავშვებო, მხოლოდ თქვენ იცით სიმართლე და იცით რომ არტემ მამაკოცა, მე კი არა. გთხოვთ მხარ დამიჭირეთ ლაიქით და გამოწერით არხის და ასევე გახსოვდეთ რომ ზარს დააჭიროთ. და იმედი მაქვს რომ ჩემი მეგობრები სიმართლეს გაიგებენ და შევდრიგდებით, იმიტომ რომ ყველა მიყვარს. წავედი, აბა კარგად. მოგესალმებით ლამაზი ქალბატონების და სიმპათიური მამაკაცების კლუბში. ხომ გახსოვთ რომ შემოსვლა ფასიანია? ვუ! კარგი, ვხედავ რომ კარგ ხასიათზე ხართ. ძალიან კარგი. აბა ვინ არის მზად რომ ლამაზი გახდეს? მე! დიმა, შენც და შენც? ახლა უცბად ჩამწკრივდით. ეს მართლა ლამაზი ქალბატონების და სიმპათიური მამაკაცების კლუბია? რთული დასაწყისია, არ მომწონს. ეს კლუბი რაღაც უცნაურია, ნეტა რა მოხდება ახლა? კარგით, მეგობრებო, არ ვილაპარაკოთ, თორემ გაგვაგდებენ და ფულიც დაიკარგება. კარგით, ეს ჩემი კლუბია, ესე იგი ჩემი წესები იქნება. ვინც სულად მოიქცევა ან არ მომისმენს, გავარდება, გასაგებია? კი, დიანა, გავიგეთ. კარგი, დიანა, მზად ვარ რომ გავხდე ლამაზი. და მიმზიდველები. გინდათ რომ ლამაზები იყოთ? კარგი, პირველ რიგში ამას არ სვავენ. ლამაზები და ამას არ ჭამენ. კოსტა. თუ გინდათ რომ ტკბილეულის გამოსახე მოწუკებით დაგეფაროთ? არ გვინდა. ძალიანაც კარგი. ღმერთო, არ ვიცოდი ასეთი რთული თუ იყო მიმზიდველად ყო. მეგობრებო, მე ვარ მიმზიდველი და შეგიძლიათ ჩემგან ისწავლოთ. სიმპათიურო ბიჭო, წელში გასწორდი, თორემ უარესად გახდება. აბა კოსტია, აქ რა გვაქვს? შევამბრუნდი? შენ გონი არ შევამჩნევდი რომ ამას სვავ და ტკბილეულს ჭამ? დღეიდან მხოლოდ მინერალურ წყალს დალევ. არტემ, აქ რა გაქვს? არაფერი. მაჩვენე? ჯული, ნეტა ჩემ ჩანთაში არ ჩაიხედოს, იქ ჩიფსები მიდევს. ნასტია, ჩუმად იყავი. არტემ, ძალიან კარგია რომ არაფერი არ მოგიტანია შენთან ერთად. ფიქრობ რომ სიმპათიური ხარ? ამ კლუბში მოვედი რომ მიმზიდველი ვიყო. ძალიან კარგი ყოჩაღ არტემ. ეს გაიგეთ? არტემი აქ მოვიდა რომ გასიმპათიურდეს და იცით რა? ის ამას შეძლებს თქვენგან განსხვავებით. არტემ, ნიორი შეჭამე? მის მინე არ გაგაფრთხილეს რომ სანამ ხალხში გახვალ არ უნდა ჭამო ნიორი, თორემ სუნიაგივა. არ ვიცოდი, მაგრამ ახლა მეცოდინება რომ აღარ ჭამო ნიორი სკოლაში წამოსვლამდე. ახლა ყველა მაგიდასთან დასხედით, ჩქარა? კარგი, ესე იგი, პირველი წესი სიმპათიური ბიჭებისთვის. თუ სიმპათიური ბიჭი ხართ კარგი თმით და ლამაზი სახით, მაგრამ სუნიანი ნასკები გაცვიათ, აღარ ხართ ესე იგი სიმპათიური ბიჭი, გაიგეთ? აჰა. ყველამ გაიგო პირველი წესი, თუ სუნიანი ნასკები გაცვიათ, ესე იგი აღარ ხართ სიმპათიური ბიჭი. მეორე წესი გოგონებისთვისაა. ნასტია, კარგად მოისმინე, რომ არაფერი არ გამოვტოვოთ. ხო, ვუსმენ. კარგი, მეორე წესი. თუ ლამაზი ხართ, მაგრამ მოწუკებით ხართ დაფარული, ტონალურით არ უნდა დაიფაროთ. პირიქით, უნდა მოირჩინოთ და უმკურნალოთ. გასაგებია? სო, ნასტია, დღეს ტონალური უნდა გადავყაროთ. ხო, და ვიტამინები უნდა ვჭამოთ, რომ მორჩეს. კარგით, მესამე წესი. სიმპათიური ბიჭებისთვის. ბიჭებო, ყურადღებით მოусმენთ, იმიტომ რომ კიდევ შორს ხართ სიმპათიურობისგან. ნასტია, ეს რატომ თქვი? გოგოებო, ჩუმად.
თუ თქვენ ხართ სიმპათიური ბიჭი მოტკეცილ მაისურში და ავტობუსში დგახართ, თან ხელი ასე გიყიდიათ და აი აქ თმა გაქვთ, მაშინ სიმპათიური ბიჭი კი არა, მაიმუნი ხართ. არ მადარდებს, დიდი ზომის მაიკებს ვიწყო. შეგიძლიათ მე საჭირელი მანქანა მოთხოვო 1 საათით. ეს მე მიმზიდველ ბიჭს გამხდის. მე სწორ გზაზე ვდგავარ, მეგობრებო. დიანა, შეიძლება საპირფარეში გავიდე? ვეღარ ვითმენ უკვე. არა ნასტია, მე-4 წესი არის ზუსტად შენაირებისთვის, უნდა მოусმინო. კარგი რა. ნასტია, მოითმინე. აბა მომისმინეთ ყურადღებით, განსაკუთრებით შენ ნასტია. ნამდვილი სილამაზე სახალხო ადგილებში არ ყვირის. შეიძლება საპირფარეში წავიდე პირიქით. ნამდვილი სილამაზე იტყვის. შეიძლება წავიდე ცხვირზე პუდრა წავისვა. გასაგებია, შეიძლება წავიდე ცხვირზე პუდრა წავისვა? მიდი, წადი. მადლობა. ბავშვებო, შეგიძლიათ გახვიდეთ, ცხვირზე პუდრა უნდა წავისვა. ეს გაიგეთ? ცხვირზე პუდრა უნდა წაისვას. მიდი მერე წაისვი, ვინ გაჩერებს? ხო, ჩვენ არ შეგვეხო უბრალოდ. ხო, მაგრამ იქ უნდა შევიდე. ნასტია ცხვირზე პუდრს ტუალეტზე ისვამს. იცით რა, თქვენ კიდევ არ ხართ სიმპათიური ბიჭები და ლამაზი გოგოები, ამიტომაც არ გესმით საერთოდ არაფერი. მოიცა. ეს გაიგეთ რა თქვა? ჩვენ არ ვართ ლამაზი გოგოები? და ამას გვეუბნება ნასტია, პატარა მე-9 ადან. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ მე პატარა ვარ და მე-9 A კლასში ვარ, მე დავდივარ ლამაზი გოგოების და სიმპათიური ბიჭების კლუბში და გაიწიეთ, პუდრა უნდა წავისვა. მისმინეთ და სად არის ეს კლუბი ლამაზი გოგოებისთვის და სიმპათიური ბიჭებისთვის? დერეფნის ბოლოს მარცხნივ დიანა ასწავლის. ეს გაიგეთ? დიანამ საკუთარი კლუბი გახსნა. წამოწავიდეთ. ხო, წავიდეთ და ვნახოთ რა საკეთებს. ხო, ბიჭებო, მზად ხართ რომ სიმპათიურები გახდეთ? დიანა, ისედაც მიმზიდველი ბიჭები ვართ. დიანა უკვე ლაპარაკობს. ალბათ დაიწყო გაკვეთილი. ხო, და ის ამბობს როგორ უნდა იყოს ლამაზი. აბა ჩავეწეროთ ამ დიანას კლუბისთვის და ვნახოთ ვინ ასწავლის ვის. მოიცადეთ გოგოებო, უნდა გამოვიბრანჭოთ. ტუში გვჭირდება და პომადა. მე არ მაქვს, არც მე არ მაქვს. სადღაც უნდა ვიშოვოთ. მოიცადეთ, ნასტია, ტუში და პომადა გააქვს? კი, მაქვს. მოგვეცი. მარიუსა, აქ არ მაქვს, ყველაფერი კლასში დავტოვე. ხო და აიღე კლასიდან მასკარა და ტუჩების გლოსი. რისთვის? ჩვენ შევდივართ კლუბში და წამწამებისთვის გვინდა და ტუჩებისთვის, რომ დიანამ დაინახოს ვინ არის აქ ნამდვილი სილამაზე. კარგი, 1 წუთი გამიშვით, ჩუმად იყავით. კარგი, იმედი მაქვს დღევანდელი გაკვეთილი თქვენთვის კარგი იქნება და თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ წაიყვანთ. დია. და ლამაზი გოგოები გავხდეთ. და მიმზიდველი ბიჭები. შეიძლება? ყოჩახ, ნასტია, შემოდი ჩქარა. კარებში ნუდგახარ. ძალიან დიდი ხანი ისვამდი პუდრს. ნასტია, სად იყავი ამდენი ხანი? ძალიან ბევრი რაღაც გამოტოვე. ფიქრობ, რომ ხვალ მე ვიქნები აქ ვარსკვლავი. ჯული, მოგვიანებით მომიყევი ყველაფერი. დიანა, შეიძლება კიდევ გავიდე პუდრა წავისვა? მისმინე ნასტია, არ გაქვს იმდენად დიდი ცხვირი, რომ ამდენი პუდრა გჭირდებოდეს. იცოდე, ბოლო ჯერ გიშვებ. აჰა, და იცოდეთ მე ვერთ აღარ შემეხოთ. კარგი, შენ ესენი აღარ დაგჭირდება. ხო, შენ აღარ იქნები ლამაზი გოგო. მაგასაც ვნახავთ. გოგოებო, წამწამებზე წაისვით და მე ტუჩებს დავიხატავ. მარიუსა, დარწმუნდი რომ შენი წამწამები ასე იყოს. ბიჭებო, მოდითა? არა. სულ დამოვიწყდა, თქვენ ხომ ბიჭები ხართ. კარგით, მე-5 წესი არის დღეისთვის ბოლო. იცით მეგობრებო, არ უნდა რომ $100 გადახდას, ბევრი რაღაც ვისწავლე. პირველ რიგში იღლიებს და წინდებზეც. აწინ დრო და დრო შევიცვლი ხოლმე და მე ვისწავლე საპირფარეში როგორ გავიდე. შემიძლია ცხვირში ფხვნილი შევიყარო. ღმერთო, არტომ, რანაირად ისმენ. ეს წესია გოგოებისთვის და სილამაზისთვის. აბა გოგოებო, მზად ხართ? მზად ვართ. ბიჭებო? მზად ვართ. წავედით. კარგით, მე-5 წესი დღეისთვის ბოლო. ეს გოგოებსაც ჭირდებათ და ბიჭებსაც. თქვენს ფრჩხილებს ყოველთვის დაკვირვებით უყურეთ, რომ სულ ლამაზი და სუფთა იყოს და ასევე ყოველთვის გამოიყენეთ დეოდორანტები, რომ კარგი სუნი აგდიოდეთ. დია. აბა, ლამაზ გოგოებო და სიმპათიურო ბიჭებო, გზა დაუთმეთ ნამდვილ ლამაზებს და ნამდვილ სიმპათიურ ბიჭებს. მე ვარ ნამდვილი სილამაზე, ნახეთ როგორ გძელი წამწამები მაქვს.
და მე ცხვირზე წავისვი ყუდრა და ტუჩებზე პომადა მისვია. და მე ჩემს მუწუკებზე ტონალური წავისვი. და მე ჩემი ერთი წარბი ამოვიღე. და მე დღეს ჩემი ფრჩხილები გავიწმინდე. ეს გაიგონეთ, არტომა წარბი ამოიღე და პატრიკმა ფრჩხილები გაიწმინდა. კარგით, გაჩერდით. ჩუმად. კარგით, მე ათეჯი. თუ გინდათ რომ ნამდვილი ლამაზი გოგოები და სიმპათიური ბიჭები იყოთ, ხვალ და ბრუნდით და იცოდეთ გადასახადი არ დაგავიწყდეთ. რა? გადასახადი? ჩვენთვის გადასახადი? მისმინე დიანა, ხვალ მოვალთ და უფასოდ გვასწავლი. გესმით? არა ბავშვებო, მაშინ ამ კლასიდან გადით და კარი მოიხურეთ. აქ არავინ არ გასწავლით უფასოდ. რა? კარგია რომ არ დათანხმდით, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე ლამაზები. კარგით ბავშვებო, ხვალ ფურცელი და პასტა მოიტანეთ, იმიტომ რომ წესების ჩაწერა მოგიწევთ. აჰა. კარგით, რაში გჭირდება დიანა? მე ჩემს კლუბს ხსნი ხვალ, სიმპათიური ბიჭებისთვის და ლამაზი გოგოებისთვის. მაგარია იანა და გვასწავლი? უფასოდ? რა უფასოდ? $200 და ყველა უნდა იყოს. ვაუ. პატრიკ, მიმზიდველი ბიჭები უნდა გავხდეთ. ბავშვებო, თქვენთვის დასწრება ჩემ კლუბში სრულიად უფასოა. ამიტომ გვეწვიეთ ხოლმე. კარგით. და ლაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად დააჭერეთ ზარს. კარგად. კარგად.